გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენი თემა იქნება ცხოველთა შეშლილ ბრძოლებზე. ნომერი 5. იაგუარი ნიანგის წინააღმდეგ. იაგუარი ნელ-ნელა მიიწევს მტაცებელ ნიანგისკენ ბრაზილიის ჭაობში. ის უკნიდან მიეპარება და კბენს ნიანგს და უჭერს თავისი ეშვებიანი კბილებით. შემდეგ იაგუარს იგი აყავს წყლიდან და მის დაგემოვნებას იწყებს. ნომერი 4. ციყვი გველის წინააღმდეგ. თუ თქვენ ელოდებით მომენტს, რომ გველმა ციყვი დააგემონოს, მაშინ თქვენ ძალიან ცდებით. ციყვის და გველის დაპირისპირება რამ გამოიწვია არ არის ცნობილი. შესაძლოა ციყვი იცავს თავის პატარებს, ან გველი უბრალოდ იცავს თავის ტერიტორიას. თუ მართლაც გველი ცდილობს ტერიტორიის დაცვას, მაშინ მან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ გველს დიდი ზიანი მიაყენა ციყვმა და გველი ცდილობს გაიქცეს. მიუხედავად ამ ქმედებისა, ციყვი მაინც არ აძლევს გაქცევის საშუალებას და კუჩის წვდება. სამწუხაროდ ამ ბრძოლაში გველს არ გაუმართლა. ნომერი 3. ზვიგენი 8 ფეხას წინააღმდეგ. ამ ვიდეოში თქვენ ხედავთ თუ როგორ ცურავს ზვიგენი მშვიდად ოკეანეში. მოულოდნელად ის წყვეტს ცურვას, რადგან მას შებოჭავს 8 ფეხა თავისი საცეცებით. ამ ბრძოლაში 8 ფეხამ ადვილად გაიმარჯვა და ზვიგენი დამარცხდა. ნომერი 2. ზებრა ნიანგების წინააღმდეგ. აფრიკაში კამერამ დააფიქსირა თუ როგორ გადადიან ზებრები მდინარეზე. მათ საუბედუროდ მდინარეში ნიანგები იმალებიან და მომენტს ელოდებიან. რამდენიმე ზებრამ მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, ხოლო ერთი ზებრა მშიერი ნიანგის საგბილო გახდა. შემდეგ სხვა ნიანგებმა შეუტიეს ამ უმწეო ცხოველს. საბოლოოდ კი ნიანგები დანაყრდნენ და ჩვენს ტოპეულში პირველ ადგილს იკავებს კატა 5 ძაღლის წინააღმდეგ. მეტად უცნაურია, მაგრამ ძაღლები თითქოს დაეთამაშებიან კატას. კატას ეს არ მოეწონება და მოულოდნელად ეცემა თავისი ბასრი ბრჭყალებით და ერთ-ერთ ძაღლს სახეზე ჩამოუსვამს. ძაღლები აქტიურად დაძრწიან მის გარშემო, მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავს მიკარებას. ხოლო ეს გულადი და გამბედავი კატა უკან არიხევს. რამდენიმე წუთის შემდეგ გამარჯვებული კატა თამამად აგრძელებს თავის გზას. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.